ეხლა, ამ წამში, როცა თქვენი თითები ეხება ეკრანს ან მაუსს, თქვენ ფიქრობთ, რომ ეხებით რაც კარს, რაღაც მყარს. თქვენი ტვინი გეუბნებათ, რომ თქვენი კანი უშუალო კონტაქტშია მატერიასთან. მაგრამ აი რა ხდება სინამდვილეში. თქვენი თითები არასოდეს არ შეეხნენ არაფერს. არასოდეს. არც ამ მოწყობილობას, არც სკამს, რომელზეც ზიხართ, არც იატაკს, რომელზეც დგახართ. თქვენ მთელი ცხოვრება ცურავთ ვაკუუმში, ელექტრომაგნიტური ველების ოკეანეში, რომლებიც ერთმანეთს უკუდევნიან მილიმეტრის მილიონედი ნაწილის მანძილზე. ყველაფერი, რასაც თქვენ უწოდებთ შეხებას, არის ილუზია. ელექტრული ძალების ურთიერთქმედება, რომელიც ქმნის სიმყარის განცდას, იქ სადაც სინამდვილეში თითქმის სრული სიცარიელია. როგორ შეიძლება ეს? როგორ შეიძლება, რომ მთელი ფიზიკური სამყარო, ყველა ობიექტი, რომელსაც ჩვენ ქარს უწოდებთ, სინამდვილეში იყოს ცარიელი სივრცე? პასუხი იმალება ატომის სტრუქტურაში, იმ უმცირე სამშენებლო ბლოკში, რომელიც ქმნის ყველაფერს თქვენს გარშემო. და როცა მეცნიერები პირველად გაზომეს ატომის რეალური პროპორციები, მათ აღმოაჩინეს რაღაც შოკის მონგვრელი. ატომი არის 99,19,000, 19,000, 19,000, 19,000, 19,000, 19,000% ცარიელი სივრცე. წარმოიდგინეთ ეს. თუ ატომს გავზრდით ფეხბურთის სტადიონის ზომამდე, ბირთვი, პროტონები და ნეიტრონები იქნება ალუბლის კურკა ცენტრალურ წრეზე. ხოლო ელექტრონები? ისინი იქნებიან მტვრის მიკროსკოპული ნაწილაკები, რომლებიც ტრიბუნების კიდეებზე ბრუნავენ. ყველაფერი შუაში, მთელი ეს უზარმაზარი სივრცე არის აბსოლუტური ვაკუუმი. ეს არ არის მეტაფორა. ეს არის ზუსტი მათემატიკური რეალობა, რომელიც დადასტურებულია ათასობით ექსპერიმენტით. ერნესტ რეზერფორდმა, ბრიტანელმა ფიზიკოსმა, 1911 წელს ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩვენი წარმოდგენა მატერიის შესახებ. მან ალფა ნაწილაკები გაისროლა ოქროს თხელ ფურცელზე და აღმოაჩინა, რომ უმეტესობა თავისუფლად გაიარა, თითქოს იქ არაფერი არ იყო. მხოლოდ 1,090-დან ერთი ნაწილაკი აირიცხა უკან. ეს იყო ისეთივე შოკის მონგვრელი, თითქოს ტყვიას ესროლოთ ქაღალდის კედელს და ის უკან დაბრუნდებოდა. რეზერფორდი თავად თქვა: ეს იყო ყველაზე წარმოუდგენელი მოვლენა, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. ეს იყო ისეთივე, თითქოს თოფიდან ესროლე 15 დიუმის ჭურს ქსოვილის ფურცელზე და ტყვია უკან დაგიბრუნდა და შეგეჯა. მაგრამ რატო არ ვცვივართ იატაკში, თუ ყველაფერი ასე ცარიელია? რატომ გძნობთ სკამის სიმხარეს? რატომ არ გადის თქვენი ხელი მაგიდის გავლით, თუ ორივე თითქმის მთლიანად ვაკუუმისგან შედგება? პასუხი იმალება ძალაში, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი მექანიკური წინააღმდეგობა. ელექტრომაგნიტურ ძალაში. როცა თქვენი ხელი ეხება მაგიდას, რეალურად ხდება შემდეგი. თქვენი კანის ატომების ელექტრონები უახლოვდებიან მაგიდის ზედაპირის ატომების ელომების ელექტრონებს. ორივე ელექტრონი უარყოფითად არის დამუხტული და ფიზიკის ფუნდამენტური კანონის თანახმად ერთნაირი მუხტები ერთმანეთს უკუდევნიან. ეს უკუდევნა ხდება მანამ, სანამ ელექტრონები რეალურად შეეხებიან ერთმანეთს, რაც სხვათა შორის კვანტური მექანიკის თანახმად შეუძლებელია. წარმოიდგინეთ ორი ძლიერი მაგნიტი, რომლებსაც ცდილობთ ერთმანეთთან დაახლოოთ ერთნაირი პოლუსებით. თქვენ გძნობთ წინააღმდეგობას, უხილავ ბარიერს, რომელიც ძლიერდება, რაც უფრო ახლოს მიყავთ მათ. ზუსტად ასეთივე რამ ხდება ატომურ დონეზე, მხოლოდ უზარმაზრად უფრო ძლიერი ინტენსივობით. ელექტრომაგნიტური ძალა, რომელიც ქმნის ამ შეხების ილუზიას, არის ერთ-ერთი 4 ფუნდამენტური ძალიდან, რომელიც მართავს სამყაროს. და ის არის დაახლოებით 100-ჯერ, 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 100-ჯერ. უფრო ძლიერი ვიდრე გრავიტაცია. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენი სხეული ამ პერსპექტივიდან. თქვენ შედგებით დაახლოებით 7 ოქტილიონი ატომისგან. ეს არის 7, რომლის შემდეგ მოდის 27 ნული. თითოეული ამ ატომიდან 99,19,000, 19,000, 19,000, 19,000, 19,000% არის ცარიელი სივრცე. თუ შეძლებდით ამ ცარიელი სივრცის ამოღებას, თუ შეძლებდით ატომების ბირთვებისა და ელექტრონების შეკუმშვას ერთმანეთთან ცარიელი სივრცის გარეშე, მთელი კაცობრიობა, ყველა ადამიანი, ვინც ოდესმე ცხოვრობდა დედამიწაზე, ჩაეტეოდა შაქრის კუბის ზომის მოცულობაში.
თქვენი მთელი სხეული შემცირდებოდა ობიექტამდე, რომელიც მიკროსკოპითაც კი ვერ დაინახავდით. მაგრამ აი რაც ყველაზე გასაოცარია. ეს ცარიელი სივრცე სინამდვილეში არც ისე ცარიელია. კვანტური ველის თეორიის თანახმად ვაკუუმი ფუნთუშობს ენერგიით. ვირტუალური ნაწილაკები მუდმივად წარმოიქმნებიან და ქრებიან. ჩნდებიან არსებობიდან და უბრუნდებიან არარსებობას წამის მილიარდად ნაწილში. ეს არ არის ფილოსოფიური სპეკულაცია. ეს არის გაზომვადი ეფექტი, რომელსაც ფიზიკოსები უწოდებენ კაზიმირის ეფექტს. 1948 წელს ჰოლანდიელმა ფიზიკოსმა ჰენდრიკ კაზიმირმა წინასწარმეტყველა, რომ ორ მეტალურ ფირფიტას შორის, რომლებიც ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან ვაკუუმში, უნდა არსებობდეს მიზიდულობის ძალა. რატომ? იმიტომ, რომ ფირფიტებს შორის ვიწრო სივრცეში ნაკლები ვირტუალური ნაწილაკი ჩნდება ვიდრე გარეთ, რაც ქმნის წნევის სხვაობას. და ეს ეფექტი რეალურად გაზომეს. ფირფიტები მართლაც იზიდავენ ერთმანეთს, თითქოს უხილავი ხელები უბიძგებენ მათ ერთმანეთთან. დაფიქრდით ამაზე. ცარიელი სივრცე, რომელსაც ჩვენ არაფერს უწოდებთ, სინამდვილეში არის ენერგიის ოკეანე, რომელიც ფრუნთუშობს აქტივობით. ყოველი კუბური სანტიმეტრი ვაკუუმი შეიცავს ენერგიას, რომელიც ჩვენი ტექნოლოგიით ვერ ამოვიღებთ, მაგრამ რომელიც მაინც არსებობს. ზოგიერთი თეორიული გამოთვლების თანახმად, 1 კუბური სანტიმეტრი ვაკუუმის ენერგია შეიძლება იყოს უზარმაზარი, მეტი ვიდრე ყველა ვარსკვლავის ენერგია დაკვირვებად სამყაროში. ეს გამოთვლები სავარაუდოდ გადაჭარბებულია, მაგრამ თვით კონსერვატიული შეფასებებიც გვეუბნებიან, რომ ვაკუუმი შორს არის ცარიელისგან. ეხლა დაბრუნდით თქვენს ხელთან, რომელიც ხება ეკრანს. თქვენ ხედავთ მყარ ზედაპირს, გრძნობთ ტექსტურას, ტემპერატურას, მაგრამ რეალურად ხდება შემდეგი. თქვენი კანის ატომების ელექტრონული ღრუბლები უახლოვდებიან ეკრანის ატომების ელექტრონულ ღრუბლებს. როცა მანძილი მცირდება ნანომეტრებამდე, მეტრის მილიარდად ნაწილებამდე, ელექტრომაგნიტური უკუდევნა ხდება ძალიან ძლიერი. ელექტრონები, რომლებიც ბრუნავენ თავიანთ ატომურ ორბიტებზე, ქმნიან ძალის ველს, რომელიც აბსოლუტურად უგრძალავს შემდგომ დაახლოებას. თქვენი ნერვული დაბოლოებები რეგისტრირებენ ამ ძალას. თქვენი ტვინი ინტერპრეტირებას უკეთებს მას როგორც შეხებას და თქვენ გრძნობთ სიმყარეს. მაგრამ სინამდვილეში თქვენი ხელი და ეკრანი არასოდეს არ შეეხნენ ერთმანეთს. მათ შორის რჩება სივრცე, მცირე, მაგრამ რეალური. ეს სივრცე შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე ანგსტრემი, მეტრის 10 მილიარდად ნაწილი, მაგრამ ის არსებობს. და ამ სივრცეში, ამ მიკროსკოპულ უფსკრულში, ფუნთუშობს კვანტური ველები. ვირტუალური ნაწილაკები ჩნდებიან და ქრებიან. ენერგია ცეკვავს თავის მარადიულ ცეკვაში. თქვენ არ ეხებით მატერიას, თქვენ ურთიერთქმედებთ ძალების ველებთან, რებთან, რომლებიც ქმნიან მატერიის ილუზიას. ეს არ არის მხოლოდ აკადემიური კურიოზი. ეს ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს გაგებას იმისა, თუ რა არის რეალობა. ყველაფერი, რასაც თქვენ უწოდებთ მყარს, იატაკი, კედლები, თქვენი სხეული, არის ელექტრომაგნიტური ძალების კონსტრუქცია, რომელიც ცურავს ვაკუუმის ოკეანეში. სიმყარე არის ილუზია, რომელსაც ქმნის ელექტრონების უკუდევნა. მასა, რომელსაც თქვენ გრძნობთ, მოდის არა ნივთიერებიდან, არამედ ენერგიიდან, რომელიც ჩაკეტილია მატერიაში. აინშტაინის ცნობილი განტოლების თანახმად, სადაც ენერგია უდრის მასას, გამრავლებულ სინათლის სიჩქარის კვადრატს. და აი სად ხდება ეს ნამდვილად გონებამახვილებელი. თუ ატომი არის 99,1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 9 პროცენტი მაშინ სად არის მასა? პასუხი გაოცებთ. მასის უმეტესი ნაწილი არ არის ელექტრონებში, რომლებიც თითქმის არაფერს იწონიან. ის არც კი არის პროტონებსა და ნეიტრონებში. არა იმ გაგებით, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. პროტონები და ნეიტრონები თავად შედგებიან კვარკებისგან და კვარკების მასა შეადგენს მხოლოდ დაახლოებით 1%-ს პროტონის მასისა. დანარჩენი 99% მოდის ენერგიიდან, კინეტიკური ენერგიიდან, რომლითაც კვარკები მოძრაობენ, და ძლიერი ბირთვული ძალის ენერგიიდან, რომელიც აკავშირებს მათ ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ ეს. თქვენი სხეულის მასის 99% არის წმინდა ენერგია, მოძრაობის ენერგია და ძალების ველების ენერგია. თქვენ არ ხართ ნივთიერება იმ გაგებით, როგორც ჩვენი ინტუიცია გვეუბნება. თქვენ ხართ ენერგიის ორგანიზებული ნიმუში, ძალების ველების ცეკვა, რომელიც ინარჩუნებს თავის ფორმას ელექტრომაგნიტური და ბირთვული ძალების მეშვეობით. თქვენი ატომები არ არის მყარი ბურთულები. ისინი არიან კვანტური ალბათობის ღრუბლები, სადაც ნაწილაკები არსებობენ ერთდროულად მრავალ ადგილას, სანამ არ გაზომავთ მათ. და ეს გვიყვანს კიდევ უფრო ღრმა კითხვამდე. თუ ატომები ასე ცარიელია, რატომ არ გადის ნათელი თქვენი ხელის გავლით? რატომ არ ხართ გამჭვირვალე? პასუხი კვლავ დაკავშირებულია ელექტრონებთან და მათ ურთიერთქმედებასთან ფოტონებთან, სინათლის ნაწილაკებთან.
როცა ფოტონი ეჯახება ატომს, ის შეიძლება შეიწოოს ელექტრონმა, რომელიც გადავა უფრო მაღალ ენერგიულ დონეზე. შემდეგ ელექტრონი უბრუნდება თავის ნორმალურ მდგომარეობას და გამოსცემს ფოტონს, ხშირად განსხვავებულ მიმართულებით. ეს პროცესი, რომელიც ხდება მილიარდჯერ წამში, არის ის, რაც ქმნის გაუმჯვრალობა. მაგრამ ზოგიერთი მატერია მაინც გამჭვირვალეა. მინა, მაგალითად, აძლევს ფოტონებს საშუალებას გაიარონ მისი გავლით, რადგან მისი ატომების ელექტრონები ორგანიზებულია ისე, რომ არ შთანთქავენ ხილული სინათლის ფოტონებს. ფოტონები გადიან ატომებს შორის ცარიელი სივრცის გავლით, ოდნავ ანელდებიან ელექტრომაგნიტური ველების ურთიერთქმედების გამო, მაგრამ არ ჩერდებიან. ეს არის მიზეზი, რის გამოც სინათლე მოძრაობს მინაში ნელა ვიდრე ვაკუუმში. არა იმიტომ, რომ ფოტონები თავად ანელდებიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი მუდმივად შეიწოვებიან და ხელახლა გამოიყოფიან ატომების მიერ, რაც ქმნის საშუალო შენელების ეფექტს. თქვენი სხეული, თქვენი ტვინი, თქვენი თვალები, რომლებიც კითხულობენ ამ სიტყვებს, ყველა ისინი შედგებიან ატომებისგან, რომლებიც თითქმის მთლიანად ცარიელია. მაგრამ ეს ცარიელი სივრცე არ არის უსარგებლო. ის არის სივრცე, სადაც ძალების ველები ურთიერთქმედებენ, სადაც კვანტური ეფექტები ვლინდებიან, სადაც ენერგია გარდაიქმნება ფორმად. ეს ცარიელი სივრცე არის ის, რაც საშუალებას გაძლევთ არსებობდეთ. თუ ატომები მართლაც იქნებოდნენ მყარი, შეკუმშული ბურთულები, ცარიელი სივრცის გარეშე, მატერია იქნებოდა უზარმაზრად მკვრივი და ცხოვრება, როგორც ჩვენ ვიცით, შეუძლებელი იქნებოდა. დაფიქრდით ნეიტრონულ ვარსკვლავებზე. ობიექტებზე, სადაც მატერია რეალურად არის შეკუმშული, თითქმის ატომური ბირთვების სიმკვრივემდე. ნეიტრონული ვარსკვლავის ერთი ჩაის კოვზი იწონის დაახლოებით მილიარდ ტონას. იმდენს, რამდენსაც იწონის მთელი კაცობრიობის მიერ აშენებული ყველა შენობა. ეს ხდება მაშინ, როცა გრავიტაცია ხდება ისეთი ძლიერი, რომ ძლევს ელექტრომაგნიტურ უკუდევნას და ანგრევს ატომების ნორმალურ სტრუქტურას. ელექტრონები იძულებულნი არიან შეერწყნენ პროტონებს, წარმოქმნან ნეიტრონები და ეს ნეიტრონები იკუმშებიან ერთმანეთთან. ცარიელი სივრცე ქრება და მატერია ხდება უზარმაზრად მკვრივი. მაგრამ ჩვენს ყოველდღიურ სამყაროში ელექტრომაგნიტური ძალა იცავს ამ ცარიელ სივრცეს. ის ქმნის ბარიერს, რომელიც არ შეიძლება გადალახოს ნორმალური პირობებით. და ეს ბარიერი არის ის, რაც გაძლევთ შეგრძნებას, რომ თქვენ ეხებით რაღაცას, რომ სამყარო არის მყარი და სანდო. მაგრამ ეხლა თქვენ იცით სიმართლე. თქვენ არასოდეს არ შეეხეთ არაფერს. თქვენ ცურავთ ელექტრომაგნიტური ძალების ოკეანეში, რომლებიც ქმნიან სიმყარის ილუზიას, იქ სადაც სინამდვილეში თითქმის სრული ვაკუუმია. და ეს გვიყვანს კიდევ უფრო ფუნდამენტურ კითხვამდე. თუ მატერია არის ძირითადად ცარიელი სივრცე და ძალების ველები, მაშინ რა არის რეალობა? რა არის ის, რასაც ჩვენ უწოდებთ არსებობას? ფიზიკოსები 10 წლეულების განმავლობაში ებრძვიან ამ კითხვებს და პასუხები, რომლებსაც ისინი პოულობენ, ხდება სულ უფრო უცნაური. კვანტური მექანიკა გვეუბნება, რომ ნაწილაკები არ არსებობენ განსაზღვრულ ადგილებში, სანამ არ გაზომავთ მათ. ისინი არსებობენ ალბათობის მდგომარეობაში, ერთდროულად ყველგან და არსად. ხოლო აქტი დაკვირვებისა, ურთიერთქმედება გარემოსთან, აიძულებს მათ აიზჩიონ კონკრეტული პოზიცია. ეს ნიშნავს, რომ რეალობა არ არის წინასწარ განსაზღვრული, ობიექტური რეალობა, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად ჩვენგან. რეალობა გარკვეულწილად იქმნება ურთიერთქმედების აქტით. ეს არ არის მისტიკა ან ფილოსოფია. ეს არის მათემატიკური აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს კვანტური მექანიკის განტოლებებიდან. ნილს ბორმა, ერთ-ერთმა კვანტური მექანიკის მამამ თქვა, თუ კვანტური მექანიკა არ გაგაოცებთ, თქვენ მას არ გესმით. და ის მართალი იყო. რაც უფრო ღრმად იკლოთ მატერიის ბუნებას, მით უფრო უცნაური ხდება ის. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ დროში უკან დაბრუნება. არა მეტაფორულად, არამედ ფიზიკურად, ატომურ დონეზე. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ კამერა, რომელსაც შეუძლია გადაიღოს ერთი ატომი ერთი წამის განმავლობაში. შემდეგ გაანელოს ეს ჩანაწერი ტრილიონჯერ. რას დაინახავდით? თქვენ დაინახავდით ელექტრონებს, რომლებიც არ ბრუნავენ ბირთვის გარშემო, როგორც პლანეტები მზის გარშემო. ეს არის მოძველებული მოდელი, რომელიც ჩვენ ვასწავლით სკოლაში, მაგრამ რომელიც სრულიად არასწორია. ნამდვილად თქვენ დაინახავდით რაღაც ბევრად უფრო უცნაურს, ელექტრონული ღრუბელი, რომელიც ერთდროულად არსებობს ყველგან თავის ორბიტალზე. არა, მოძრაობს ძალიან სწრაფად, არამედ მართლაც არსებობს ყველა ამ ადგილას ერთდროულად, სანამ რაიმე არ ურთიერთქმედებს მასთან. ეს არის კვანტური სუპერპოზიციის პრინციპი და ის არის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური და ყველაზე გონებამახვილებელი აღმოჩენა მე-20 საუკუნის ფიზიკაში. ელექტრონი არ არის პატარა ბურთი, რომელიც მოძრაობს კონკრეტულ ტრაექტორიაზე. ის არის ალბათობის ტალღა, რომელიც გავრცელებულია სივრცეში.
მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე აკვირდება მას და დაკვირვება ფიზიკაში ნიშნავს ნებისმიერ ურთიერთქმედებას, არა მხოლოდ ადამიანის თვალით ყურებას. მხოლოდ მაშინ ირჩევს ელექტრონი კონკრეტულ პოზიციას. ეს არ არის ჩვენი გაზომვის ხელსატყოების შეზღუდვა. ეს არის რეალობის ფუნდამენტური თვისება. 1923 წელს ფრანგმა ფიზიკოსმა ლუი დე ბროილმა შესთავაზა რაღაცაც რევოლუციური. თუ სინათლეს, რომელიც ჩვენ ვიცოდით როგორც ტალღა, შეიძლება ქონოდა ნაწილაკების თვისებები, მაშინ შესაძლოა ნაწილაკებს, ელექტრონებს, პროტონებს, თუნდაც მთელ ატომებს ჰქონდეთ ტალღური თვისებები. ეს იყო იდეა, რომელიც ჟღერდა აბსურდულად. როგორ შეიძლება ელექტრონი იყოს ტალღა? ტალღა რაშია? რა ტალღავს? პასუხი აღმოჩნდა კიდევ უფრო უცნაური ვიდრე კითხვა. ტალღავს ალბათობა. ელექტრონი არის ალბათობის ტალღა, მათემატიკური ფუნქცია, რომელიც აღწერს, სად შეიძლება იყოს ნაწილაკი, როცა გაზომავთ მას. და ეს არ არის მხოლოდ თეორია. 1927 წელს კლინტონ დევისონმა და ლესტერ ჯერმერმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც დაადასტურა დე ბროილის წინასწარმეტყველება. მათ გაისროლეს ელექტრონების ნაკადი ნიკელის კრისტალზე და დაინახეს ინტერფერენციის ნიმუში. ზუსტად ისეთი ნიმუში, როგორცაც ქმნიან ტალღები, როცა ერთმანეთს გადაკვეთენ. ელექტრონები ქცეოდნენ როგორც ტალღები, არა როგორც ნაწილაკები. გორც ნაწილაკი, მაგრამ აი სად ხდება ეს ნამდვილად შეუდარებელი. როცა მეცნიერები ცდილობდნენ გაეგოთ, როგორ გადიოდა ელექტრონი ორ ღრეჩოს გავლით, მათ აღმოაჩინეს რაღაც, რაც ეწინააღმდეგებოდა ყველა ლოგიკას. თუ არ აკვირდებით, რომელი ღრეჩოდან გადის ელექტრონი, ის გადის ორივე ღრეჩოდან ერთდროულად და ქმნის ინტერფერენციის ნიმუშს ეკრანზე. ნიმუშს, რომელიც შეუძლებელია თუ ელექტრონი გადის მხოლოდ ერთი ღრეჩოდან. მაგრამ თუ დააკენებთ დეტექტორს, რომელიც უყურებს, რომელი ღრეჩოდან გადის ელექტრონი, ინტერფერენციის ნიმუში ქრება. ელექტრონი იწყებს ქცევას როგორც ნაწილაკი, რომელიც გადის მხოლოდ ერთი ღრეჩოდან. დაფიქრდით ამაზე. ელექტრონის ქცევა იცვლება იმის მიხედვით, აკვირდებით თუ არა. არა იმიტომ, რომ თქვენი დაკვირვება ფიზიკურად ხელს უშლის მას. ექსპერიმენტი შეიძლება ჩატარდეს ისე, რომ დეტექტორი არ ახდენს არანაირ ფიზიკურ ზემოქმედებას ელექტრონზე. ელექტრონი იცის, აკვირდებიან თუ არა მას და იცვლის თავის ქცევას შესაბამისად. ეს არის ორმაგი ღრეჩოს ექსპერიმენტი და ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე შემეშფოთებელი ექსპერიმენტი მთელ ფიზიკაში. რიჩარდ ფეინმანმა, ერთ-ერთმა უდიდესმა ფიზიკოსმა მე-20 საუკუნისა, თქვა, რომ ეს ექსპერიმენტი შეიცავს კვანტური მექანიკის ერთადერთ საიდუმლოებას. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ელექტრონების უცნაური თვისება. ეს არის ყველა ნაწილაკის თვისება. პროტონები, ნეიტრონები, თუნდაც მთელი ატომები, ყველა მათგანი ავლენს ამ ტალღა ნაწილაკის დუალიზმს. 1999 წელს ავსტრიელმა ფიზიკოსებმა აჩვენეს, რომ თუნდაც ფულერენის მოლეკულები, სფეროები, რომლებიც შედგებიან 60 ან მეტი ნახშირბადის ატომისგან, ავლენენ ინტერფერენციის ნიმუშს, როცა გადიან ორმაგი ღრეჩოდან. ეს არის მოლეკულები, რომლებიც შედგებიან ასობით ატომისგან, ათასობით ელექტრონისგან და მაინც ისინი ქცეულობენ როგორც ტალღები. სად არის საზღვარი? რა ზომის ობიექტი შეცვეთს კვანტური ქცევის გამოვლენას და დაიწყებს ქცევას როგორც კლასიკური, ნორმალური ობიექტი? ეს ობიექტი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაუჭრელი კითხვა თანამედროვე ფიზიკაში. ზოგიერთი ფიზიკოსი თვლის, რომ საზღვარი არ არსებობს, რომ თუნდაც დიდი ობიექტები, თუნდაც ადამიანები, პრინციპში არსებობენ კვანტურ სუპერპოზიციაში, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ამას, რადგან ურთიერთქმედება გარემოსთან, დეკოჰერენცია, ხდება ისეთი სწრაფი, რომ სუპერპოზიცია მტისიერად იშლება. წარმოიდგინეთ ეს. ამ წამში თქვენი სხეული შედგება ატომებისგან, რომელთაგან თითოეული, პრინციპში, არსებობს კვანტურ სუპერპოზიციაში. მაგრამ ეს ატომები მუდმივად ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან, ჰაერის მოლეკულებთან, ფოტონებთან, რომლებიც ეჯახებიან თქვენს განს. ეს ურთიერთქმედებები ხდება 100-ჯერ, 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 100-ჯერ,
ასჯერ, 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 ასჯერ. წამში და თითოეული ურთიერთქმედება ზომავს ატომს. აიძულებს მას აირჩიოს კონკრეტული მდგომარეობა. ეს არის მიზეზი, რის გამოც თქვენ არ ხართ ერთდროულად ორ ადგილას. არა იმიტომ, რომ კვანტური მექანიკა არ მოქმედებს დიდ ობიექტებზე, არამედ იმიტომ, რომ დეკოჰერენცია ხდება ისეთი სწრაფად, რომ კვანტური ეფექტები მკრისიერად ქრათქრება. მაგრამ ზოგიერთ სისტემაში, სადაც შეგიძლიათ იზოლირება გარემოსგან, კვანტური ეფექტები რჩება თუნდაც მაკროსკოპულ მასშტაბში. წარმოიდგინეთ ზებგამტარობა. მოვლენა, როცა ზოგიერთი მასალა გაციებული თითქმის აბსოლუტურ ნულამდე, კარგავს ყველა ელექტრულ წინააღმდეგობას. ელექტრული დენი შეიძლება მიედინოს ზებგამტარში უსასრულოდ, ენერგიის დაკარგვის გარეშე. როგორ? იმიტომ, რომ ელექტრონები წარმოქმნიან კუპერის წყვილებს. წყვილებს, რომლებიც ქცეულობენ როგორც ერთი კვანტური ობიექტი. ეს წყვილები შედიან კოჰერენტულ კვანტურ მდგომარეობაში, სადაც მილიარდობით ელექტრონი მოძრაობს სინქრონულად, როგორც ერთი კვანტური ტალღა. ეს არ არის მცირე ეფექტი. ზებგამტარი შეიძლება იყოს სანტიმეტრების ან თუნდაც მეტრების ზომის და მაინც მთელი ობიექტი ქცეულობს როგორც ერთი კვანტური სისტემა. ეს არის მაკროსკოპული კვანტური მოვლენა. რაღაც, რაც შეგიძლიათ დაინახოთ შიშველი თვალით, მაგრამ რომელიც მორჩილებს კვანტური მექანიკის კანონებს. და ეს არ არის ერთადერთი მაგალითი. ზებსითხეები. სითხეები, რომლებიც მიედინებიან ხახუნის გარეშე, ასევე არიან მაკროსკოპული კვანტური მოვლენები. ბოზე-აინშტაინის კონდენსატები, სადაც ათასობით ატომი ერთიანდება ერთ კვანტურ მდგომარეობაში, არის კიდევ ერთი მაგალითი. ეხლა დაფიქრდით ამაზე. თუ ატომები შეიძლება იყვნენ ერთდროულად ორ ადგილას, თუ ელექტრონები შეიძლება გაიარონ ორი ღრეჩოდან ერთდროულად, მაშინ რა ხდება ატომურ ბირთვში? ბირთვი, რომელიც შეიცავს პროტონებსა და ნეიტრონებს, არის ადგილი, სადაც კვანტური ეფექტები ხდება კიდევ უფრო ექსტრემალური. პროტონები და ნეიტრონები თავად შედგებიან კვარკებისგან, ფუნდამენტური ნაწილაკებისგან, რომლებიც არასოდეს არ შეიძლება იყვნენ იზოლირებული. თქვენ ვერასოდეს ვერ დაინახავთ თავისუფალ კვარკს. თუ სცდებით პროტონის დაშლას, რომ ამოიღოთ კვარკი, ენერგია, რომელსაც იყენებთ, შექმნის ახალ კვარკ-ანტიკვარკ წყვილებს და თქვენ მიიღებთ ახალ ნაწილაკებს, არა თავისუფალ კვარკებს. ეს არის კვარკების კონფაინმენტის პრინციპი და ის არის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური თვისება ძლიერი ბირთვული ძალისა. ძალისა, რომელიც აკავშირებს კვარკებს ერთმანეთთან. ძლიერი ძალა არ ქცევა როგორც სხვა ძალები. ელექტრომაგნიტური ძალა სუსტდება მანძილთან. რაც უფრო შორს არიან ორი დამუხტული ობიექტი, მით უფრო სუსტია მათ შორის ძალა. მაგრამ ძლიერი ძალა ქცევა საპირისპიროდ. რაც უფრო შორს ცდილობთ კვარკების გაყოფას, მით უფრო ძლიერი ხდება ძალა, რომელიც აკავშირებს მათ. ეს არის ისე, თითქოს კვარკები დაკავშირებულნი არიან რეზინის ზოლით, რომელიც არასოდეს წყდება. ის მხოლოდ იჭიმება, სანამ არ გაქვთ საკმარისი ენერგია ახალი კვარკების შესაქმნელად. პროტონის შიგნით კვარკები არ არიან სტატიკური ობიექტები. ისინი მოძრაობენ სინათლის სიჩქარის მნიშვნელოვან ნაწილზე, მუდმივად ცვლიან გლუონებს, ნაწილაკებს, რომლებიც ატარებენ ძლიერ ძალას. და ამ გლუონებს თავად შეუძლიათ შექმნან ვირტუალური კვარკ-ანტიკვარკ წყვილები, რომლებიც ჩნდებიან და ქრებიან წამის მილიარდად ნაწილში. პროტონის შიგნით არის მთელი ვირტუალური ნაწილაკების ზღვა, რომლებიც მუდმივად ჩნდებიან არსებობიდან და უბრუნდებიან არარსებობას. და ეს ვირტუალური ნაწილაკები არ არიან უბრალოდ მათემატიკური აბსტრაქცია. მათ აქვთ რეალური, გაზომადი ეფექტები. მაგალითად, პროტონის მასის უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 99%, მოდის არა კვარკების მასიდან, არამედ კინეტიკური ენერგიიდან, რომლითაც კვარკები მოძრაობენ, და ძლიერი ძალისველის ენერგიიდან, რომელიც აკავშირებს მათ. თქვენი სხეულის მასის უმეტესი ნაწილი არის ენერგია, წმინდა ენერგია, რომელიც გარდაიქმნა მასად აინშტაინის განტოლების თანახმად. თქვენ არ ხართ ნივთიერება იმ გაგებით, როგორც ჩვენი ინტუიცია გვეუბნება. თქვენ ხართ ენერგიის კონცენტრირებული ფორმა, რომელიც ინარჩუნებს თავის სტრუქტურას ძალების ველების მეშვეობით. და ეს გვიყვანს კიდევ ერთ გასაოცარ რეალობასთან. ვაკუუმი. ცარიელი სივრცე, სინამდვილეში არ არის ცარიელი. კვანტური ველის თეორიის თანახმად, ვაკუუმი არის ყველა შესაძლო ველის ყველაზე დაბალი ენერგიული მდგომარეობა. მაგრამ ყველაზე დაბალი ენერგია არ ნიშნავს ნულოვან ენერგიას. თუნდაც ვაკუუმში, სადაც არ არის არანაირი რეალური ნაწილაკი, კვანტური ველები მაინც ფლუქტუირებენ. ვირტუალური ნაწილაკები მუდმივად ჩნდებიან და ქრებიან. ელექტრონ-პოზიტრონის წყვილები, კვარკ-ანტიკვარკის წყვილები, ფოტონები. ეს არ არის თეორიული სპეკულაცია. ეს არის გაზომვადი ეფექტი. კაზიმირის ეფექტი, რომელიც უკვე აღვნიშნეთ, არის ერთ-ერთი უშუალო მტკიცებულება ვაკუუმის ენერგიისა. მაგრამ არსებობს სხვა ეფექტებიც.
მაგალითად, ლემბის ძვრა. მცირე განსხვავება წყალბადის ატომის ენერგიულ დონეებს შორის, რომელიც გამოწვეულია ვაკუუმის ფლუქტუაციებით. ეს ძვრა გაზომეს უზარმაზარი სიზუსტით და ის სულყოფილად ემთხვევა კვანტური ველის თეორიის წინასწარმეტყველებებს. ვაკუუმი ფუნთუშობს ენერგიით, რომელსაც ჩვენ ვერ ამოვიღებთ, მაგრამ რომელიც მაინც არსებობს და ახდენს გაზომვად ეფექტებს. ეხლა წარმოიდგინეთ ეს. თქვენ ზიხართ სკამზე, რომელიც დგას იატაკზე. მაგრამ რეალურად სკამის ატომები არასოდეს არ ეხებიან იატაკის ატომებს. მათ შორის არის ნანომეტრების მანძილი, მცირე, მაგრამ რეალური. და ამ მცირე სივრცეში, ამ ნანომეტრებში ფუნთუშობს კვანტური ველები. ვირტუალური ფოტონები ჩნდებიან და ქრებიან, ატარებენ ელექტრომაგნიტურ ძალას, რომელიც უკუდევნის სკამის ელექტრონებს იატაკის ელექტრონებისგან. ეს ძალა არის ის, რაც ქმნის მხარდაჭერის განცდას. მაგრამ ეს არ არის მექანიკური მხარდაჭერა იმ გაგებით, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. ეს არის კვანტური ველების ურთიერთქმედება, რომელიც ხდება ვაკუუმში, რომელიც თავად ფუნთუშობს ენერგიით. დაფიქრდით მასშტაბზე. თქვენი სხეული შეიცავს დაახლოებით 7 ოქტილიონ ატომს. თითოეული ამ ატომიდან 99,19,000, 19,000, 19,000, 19,000, 19,000, 19,000% არის ცარიელი სივრცე, რომელიც ფუნთუშობს კვანტური ველებით. თითოეული ატომის ბირთვი შეიცავს პროტონებსა და ნეიტრონებს, რომლებიც თავად შედგებიან კვარკებისგან, რომლებიც მოძრაობენ ვირტუალური ნაწილაკების ზღვაში. თითოეული ელექტრონი არსებობს როგორც ალბათობის ტალღა, რომელიც გავრცელებულია სივრცეში ერთდროულად ყველგან თავის ორბიტალზე. და ყველა ეს ატომი მუდმივად ურთიერთქმედებს ერთმანეთთან, ფოტონებთან, ნეიტრინოებთან, რომლებიც გადიან თქვენი სხეულის გავლით ყოველ წამს. ნეიტრინოები, აი კიდევ ერთი გასაოცარი რეალობა. ეს არის ნაწილაკები, რომლებიც თითქმის არ ურთიერთქმედებენ მატერიასთან. ისინი წარმოიქმნებიან მზეში ბირთვული რეაქციების დროს და მილიარდობით მათგანი გადის თქვენი სხეულის გავლით ყოველ წამს. მათი უმეტესობა გადის მთელი დედამიწის გავლით, თითქოს პლანეტა საერთოდ არ არსებობს. რატომ? იმიტომ რომ ნეიტრინოები ურთიერთქმედებენ მხოლოდ სუსტი ბირთვული ძალის მეშვეობით. ძალისა, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ატომური ბირთვის მასშტაბზე და რომელიც უზარმაზრად სუსტია ელექტრომაგნიტურ ძალასთან შედარებით. წარმოიდგინეთ ეს. ნეიტრინოსთვის მთელი დედამიწა 6 სექსტილიონი ტონა მატერია არის თითქმის სრულიად გამჭვირვალე. ნეიტრინოს შეუძლია გაიაროს სინათლის წლების სისქის ტყვიის გავლით და მხოლოდ ერთხელ შეეჯახოს ატომს. ეს იმიტომ ხდება, რომ ნეიტრინოსთვის ატომის ცარიელი სივრცე რეალურად არის ცარიელი. ის არ ურთიერთქმედებს ელექტრომაგნიტურ ძალასთან, რომელიც ქმნის სიმყარის ილუზიას ჩვენთვის. ნეიტრინო ხედავს მატერიას ისეთს, როგორიც ის რეალურად არის. იშვიათ კუნძულებს ნივთიერებისა ვაკუუმის უზარმაზარ ოკეანეში. ეხლა დაფიქრდით იმაზე, რას ნიშნავს ეს თქვენი აღქმისთვის. თქვენი თვალები ხედავენ ობიექტებს, რადგან ფოტონები, სინათლის ნაწილაკები, აირეკლება მათგან და შედიან თქვენს თვალში. მაგრამ რა ხდება რეალურად? ფოტონი, რომელიც გამოვიდა ნათურიდან ან მზიდან, მოძრაობს სივრცეში სინათლის სიჩქარით. ის ეჯახება ობიექტის ზედაპირის ატომს. უფრო ზუსტად ის ურთიერთქმედებს ატომის ელექტრონულ ღრუბელთან. ელექტრონი შთანთქავს ფოტონს, გადადის უფრო მაღალ ენერგიულ დონეზე, შემდეგ უბრუნდება თავის ნორმალურ მდგომარეობას და გამოსცემს ახალ ფოტონს, ხშირად განსხვავებულ მიმართულებით და ზოგჯერ განსხვავებული ენერგიით. ეს პროცესი ხდება მილიარდჯერ წამში, ყველა ობიექტზე, რომელსაც თქვენ ხედავთ. და თითოეული ამ ურთიერთქმედებიდან არის კვანტური მოვლენა, რომელიც მორჩილებს ალბათობის კანონებს. ელექტრონი არ გადაწყვეტს გამოსცეს ფოტონი კონკრეტულ მიმართულებით. ის გამოსცემს მას ყველა შესაძლო მიმართულებით ერთდროულად, როგორც ალბათობის ტალღა. მხოლოდ მაშინ, როცა ფოტონი ურთიერთქმედებს რაიმესთან, მაგალითად თქვენი თვალის ბადურასთან, მხოლოდ მაშინ ირჩევს ის კონკრეტულ მიმართულებას. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ ხედავთ, არის კვანტური ურთიერთქმედებების შედეგი. ურთიერთქმედებები, რომლებიც ხდება ვაკუუმში ელექტრომაგნიტური ველების მეშვეობით, ნაწილაკებს შორის, რომლებიც არასოდეს რეალურად არ ეხებიან ერთმანეთს. თქვენი ხედვა, თქვენი შეხება, თქვენი ყველა შეგრძნება, ყველა ისინი არის ინტერპრეტაციები, რომლებსაც თქვენი ტვინი აკეთებს კვანტური ურთიერთქმედებების შესახებ. და ეს ინტერპრეტაციები რამდენადაც სასარგებლოც არ უნდა იყვნენ გადარჩენისთვის, არ ასახავენ რეალობის ნამდვილ ბუნებას. რეალობა არ არის მყარი, სტატიკური, ობიექტური რეალური რეალობა, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად ჩვენგან. რეალობა არის დინამიური, ფლუქტუირებადი, ალბათობითი რეალობა, სადაც ნაწილაკები არსებობენ როგორც ტალღები, სადაც ვაკუუმი ფუნთუშობს ენერგიით,
სადაც დაკვირვების აქტით ცვლის დაკვირვებულს. და ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ეს არ არის ფილოსოფიური სპეკულაცია. ეს არის მათემატიკური აუცილებლობა, რომელიც დადასტურებულია ათასობით ექსპერიმენტით, რომელიც მუშაობს ყოველ ტექნოლოგიაში, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. თქვენი smartphone-ი, რომელზეც შესაძლოა კითხულობთ ამ სიტყვებს, მუშაობს კვანტური მექანიკის პრინციპებზე. ტრანზისტორები, რომლებიც ქმნიან მიკროჩიპებს, იყენებენ კვანტურ ტუნელირებას. ეფექტს, როცა ელექტრონები გადიან ბარიერების გავლით, რომლებიც კლასიკური ფიზიკის თანახმად გადაულახავი უნდა იყოს. ლაზერები, რომლებიც გამოიყენება ყველაფერში, ბარკოდების სკანირებიდან ქირურგიულ ოპერაციებამდე, მუშაობენ სტიმულირებული ემისიის პრინციპზე, რომელიც არის წმინდა კვანტური ეფექტი. მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც გამოიყენება სამედიცინო დიაგნოსტიკაში, იყენებს ატომური ბირთვების კვანტურ სპინს. კვანტური მექანიკა არ არის აბსტრაქტული თეორია, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ლაბორატორიებში. ის არის ფუნდამენტური აღწერა რეალობისა, რომელიც მუშაობს ყველგან, ყოველთვის. ყოველი ქიმიური რეაქცია, რომელიც ხდება თქვენ სხეულში, ყოველი ფერმენტი, რომელიც შლის საკვებს, ყოველი ნეირონი, რომელიც ასრულებს სიგნალს, ყველა ისინი არიან კვანტური პროცესები. თქვენი DNM, რომელიც ინახავს თქვენს გენეტიკურ ინფორმაციას, ინარჩუნებს თავის სტრუქტურას კვანტური ძალების, წყალბადის ბმებისა და ვან დერ ვალსის ძალების მეშვეობით. და აი სად ხდება ეს ნამდვილად გონება-מחვილებელი. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ თუნდაც ცნობიერება შეიძლება იყოს დაკავშირებული კვანტურ ეფექტებთან. ეს არის ძალიან სადავო იდეა და უმეტესობა ნეირომეცნიერებისა არ იზიარებს მას. მაგრამ ზოგიერთი ფიზიკოსი და ფილოსოფოსი ამტკიცებენ, რომ ცნობიერების მძიმე პრობლემა, კითხვა იმის შესახებ, როგორ წარმოქმნის ფიზიკური ტვინი სუბიექტურ გამოცდილებას, შეიძლება მოითხოვდეს კვანტური მექანიკის გაგებას. რობერტ პენროუზმა, ბრიტანელმა მათემატიკოსმა და ფიზიკოსმა, შესთავაზა, რომ ცნობიერება შეიძლება წარმოიშვას კვანტური გამოთვლებიდან, რომლებიც ხდება მიკროტუბულებში, სტრუქტურებში ნეირონების შიგნით. ეს იდეა არ არის ფართოდ მიღებული, მაგრამ ის აჩვენებს, თუ რამდენად ღრმად შეიძლება კვანტური მექანიკა იყოს ჩართული რეალობის ყველა ასპექტში. თუ პენროუზი მართალია, მაშინ თქვენი აზრები, თქვენი გრძნობები, თქვენი ცნობიერება თავად შეიძლება იყოს კვანტური ფენომენი, რაღაც, რაც წარმოიქმნება ალბათობის ტალღების კოლაფსიდან, ვაკუუმის ფლუქტუაციებიდან, ნაწილაკების ცეკვიდან, რომლებიც არასოდეს რეალურად არ ეხებიან ერთმანეთს. მაგრამ თუნდაც თუ ცნობიერება არ არის პირდაპირ კვანტური ფენომენი, ფაქტი რჩება. ყველაფერი, რასაც თქვენ აღიქვამთ, ყველაფერი, რასაც თქვენ გრძნობთ, ყველაფერი, რასაც თქვენ ფიქრობთ, არის შედეგი კვანტური პროცესებისა. თქვენი ტვინის ნეირონები მუშაობენ ელექტროქიმიური სიგნალების მეშვეობით. სიგნალები, რომლებიც დამოკიდებულია იონების მოძრაობაზე მემბრანების გავლით, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია კვანტურ ეფექტებზე. თქვენი მეხსიერება ინახება სინაფსების სიძლიერის ცვლილებებში. ცვლილებები, რომლებიც დამოკიდები პროტეინების სიი, დამოკიდებულია პროტეინების სტრუქტურაზე, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია კვანტურ ძალებზე. თქვენ ხართ კვანტური სისტემა. არა მეტაფორულად, არამედ ლიტერალურად. თქვენი ყოველი ატომი, თქვენი ყოველი მოლეკულა, თქვენი ყოველი უჯოველი უჯრედი არის კვანტური სისტემა, რომელიც მორჩილებს კვანტური მექანიკის კანონებს. და ეს კანონები გვეუბნებიან, რომ რეალობა არ არის ის, რასაც ჩვენი შეგრძნებები გვეუბნებიან. რეალობა არის ალბათობის ტალღები, ენერგიის ველები, ვირტუალური ნაწილაკები, რომლებიც ცეკვავენ ვაკუუმში. რეალობა არის ნაწილაკები, რომლებიც არასოდეს არ ეხებიან ერთმანეთს, მაგრამ ურთიერთქმედებენ ძალების მეშვეობით, რომლებიც ქმნიან სიმყარის ილუზიას. და ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ეს ყველაფერი, ეს მთელი უზარმაზარი, რთული, გონება-מחვილებელი რეალობა წარმოიქმნება რამდენიმე მარტივი პრინციპიდან. კვანტური მექანიკის განტოლებები, რომლებიც აღწერენ ამ ყველაფერს, შეიძლება ჩაიწეროს ერთ გვერდზე. მაგრამ ამ განტოლებების შედეგები, ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ, ყველაფერი, რასაც გძნობთ, ყველაფერი, რაც არსებობს, არის უსასრულოდ რთული და მრავალფეროვანი. ეს არის ის, რაც ხდის ფიზიკას ისეთ ლამას და ისეთ შემაშფოთებელს ერთდროულად. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ დროებით გაჩერდეთ და დაუსვათ კითხვა ფიზიკოსს. თუ ყველაფერი, რასაც მე ვხედავ და ვგრძნობ, არის კვანტური ილუზია, მაშინ რატომ მუშაობს ეს ილუზია ასე სრულყოფილად? რატომ არის ფიზიკის კანონები ისეთი სტაბილური? და აი რა პასუხს მიიღებდით. იმიტომ, რომ ის, რასაც თქვენ უწოდებთ ილუზიას, სინამდვილეში არის ყველაზე ფუნდამენტური რეალობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს. პრობლემა არ არის იმაში, რომ კვანტური მექანიკა არის უცნაური. პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენი ინტუიცია, რომელიც ევოლუციურად განვითარდა მაკროსკოპული ობიექტებისთვის, არის შეუსაბამო ფუნდამენტურ დონეზე. დაფიქრდით ამაზე. თქვენი ტვინი ევოლუციურად ჩამოყალიბდა იმისთვის, რომ დაეხმაროთ გადარჩენაში სამყაროში, სადაც ობიექტები გამოიყურებიან მყარად, სადაც მიზეზი წინ უსწრებს შედეგს,
სადაც ნივთები არსებობენ კონკრეტულ ადგილებში კონკრეტულ დროში. ეს ინტუიცია მუშაობდა შესანიშნავად ათასობით თაობის განმავლობაში. მაგრამ ეს ინტუიცია არის აპროქსიმაცია. ძალიან კარგი აპროქსიმაცია სიმაცია მაკროსკოპულ მასშტაბზე, მაგრამ მაინც აპროქსიმაცია. როცა ჩვენ ვიწყებთ ატომურ და სუბატომურ დონეზე შესწავლას, ეს აპროქსიმაცია იშლება და ჩვენ ვხედავთ რეალობას ისეთს, როგორიც ის რეალურად არის. და ის ხდება ეს ნამდვილად რევოლუციური. ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ფიზიკოსებმა დაიწყეს არა მხოლოდ კვანტური ეფექტების დაკვირვება, არამედ მათი კონტროლი და მანიპულირება. ჩვენ შევედით ეპოქაში, რომელსაც ზოგიერთი მეცნიერი უწოდებს მეორე კვანტურ რევოლუციას. პირველი კვანტური რევოლუცია 30-იანი წლებიდან 70-იან წლებამდე მოხდა ტრანზისტორები, ლაზერები, ბირთვული ენერგია. მეორე კვანტური რევოლუცია, რომელიც ხდება ახლა, გვპირდება კვანტურ კომპიუტერებს, კვანტურ კრიპტოგრაფიას, კვანტურ სენსორებს, რომლებიც შეცვლიან ყველაფერს. წარმოიდგინეთ კომპიუტერი, რომელიც არ მუშაობს ბიტებზე, ნულებსა და ერთიანებზე, არამედ კუბიტებზე, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ ერთდროულად 0 და 1-იანი, კვანტური სუპერპოზიციის წყალობით. ეს არ არის მხოლოდ ორჯერ უფრო სწრაფი კომპიუტერი, ეს არის ექსპონენციალურად უფრო ძლიერი კომპიუტერი. კლასიკური კომპიუტერი 20 ბიტით შეიძლება იყოს 1 მილიონ შესაძლო მდგომარეობაში ერთდროულად. კვანტური კომპიუტერი 20 კუბიტით შეიძლება იყოს ყველა მილიონ მდგომარეობაში ერთდროულად. 40 კუბიტით ტრილიონ მდგომარეობაში. 60 კუბიტით მეტ მდგომარეობაში ვიდრე არის ატომები მთელ დედამიწაზე. ეს არ არის მეტაფორა. ეს არის ლიტერალური რეალობა. 1995 წელს პიტერ შორმა შექმნა ალგორითმი, რომელმაც აჩვენა, რომ კვანტური კომპიუტერი შეიძლება გაშიფროს დიდი რიცხვები ექსპონენციალურად უფრო სწრაფად, ვიდრე ნებისმიერი კლასიკური კომპიუტერი. ეს იყო თეორიული აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. იმიტომ რომ თანამედროვე კრიპტოგრაფია, სისტემა, რომელიც იცავს თქვენს საბანკო ტრანზაქციებს, თქვენს ელექტრონულ ფოსტას, თქვენს სამედიცინო ჩანაწერებს, დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომ დიდი რიცხვების გაშიფრა არის პრაქტიკულად შეუძლებელი კლასიკური კომპიუტერებისთვის. კვანტური კომპიუტერი შეძლებს ამის გაკეთებას საათებში. 1999 წელს კანადურმა კომპანია D-Wave-მა შექმნა პირველი კომერციული კვანტური კომპიუტერი. 2019 წელს Google-მა გამოაცხადა კვანტური უპირატესობა. მათმა კვანტურმა კომპიუტერმა შეასრულა გამოთვლა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სუპერკომპიუტერს დასჭირდებოდა 10,000 წელი. კვანტურმა კომპიუტერმა ეს გააკეთა 200 წამში. ეს იყო ისტორიული მომენტი. პირველი ნათელი დემონსტრაცია იმისა, რომ კვანტური კომპიუტერები შეიძლება გააკეთონ რაღაც, რაც კლასიკური კომპიუტერები პრაქტიკულად ვერასოდეს შეძლებენ. მაგრამ კვანტური კომპიუტერები არის მხოლოდ დასაწყისი. კვანტური კრიპტოგრაფია, სისტემა, რომელიც იყენებს კვანტური ნაწილაკების თვისებებს აბსოლუტურად უსაფრთხო კომუნიკაციის შესაქმნელად, უკვე მუშაობს. ჩინეთმა 2017 წელს გაუშვა მიციუს, სატელიტი, რომელიც ახორციელებს კვანტურ კომუნიკაციას დედამიწასთან. ეს სისტემა იყენებს დაჯგუფებულ ფოტონებს, ფოტონების წყვილებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ისე რომ ერთის გაზომვა მყისიერად აისახება მეორეზე, მიუხედავად მანძილისა. ეს არის კვანტური დაჯგუფება, ეფექტი, რომელსაც აინშტაინი უწოდებდა მოჩვენებით მოქმედებას მანძილზე და რომელიც მას არ მოსწონდა, მაგრამ რომელიც აღმოჩნდა აბსოლუტურად რეალური. დაფიქრდით იმაზე, რას ნიშნავს კვანტური დაჯგუფება. ორი ნაწილაკი, მაგალითად ორი ფოტონი, შეიძლება იყვნენ დაჯგუფებულნი ისე, რომ მათი კვანტური მდგომარეობები არიან კორელირებული. თუ გაზომავთ ერთი ფოტონის პოლარიზაციას და აღმოაჩენთ, რომ ის არის ჰორიზონტალური, მეორე ფოტონის პოლარიზაცია მყისიერად გახდება ვერტიკალური, თუნდაც თუ ორი ფოტონი არის სამყაროს საპირისპირო მხარეებზე. ეს არ არის იმიტომ, რომ ინფორმაცია მოძრაობს მათ შორის სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად. ეს არ დაარღვევს ფარდობითობის თეორიას. ეს არის იმიტომ, რომ დაჯგუფებული ნაწილაკები არ არიან ორი დამოუკიდებელი ობიექტი. ისინი არიან ერთი კვანტური სისტემა, რომელიც არსებობს ორ ადგილას ერთდროულად. 1992 წელს ალენ ასპემ, რომელმაც მოგვიანებით მიიღო ნობელის პრემია, ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც დაადასტურა კვანტური დაჯგუფების რეალობა და გააქარწყლა ყველა ლოკალური ფარული ცვლადის თეორია. ეს თეორიები ცდილობდნენ ახსნან კვანტურ კორელაციებს ფარული ინფორმაციით, რომელიც ნაწილაკებს ჰქონდათ დაჯგუფების მომენტიდან. მაგრამ ასპეს ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ასეთი ფარული ცვლადები არ შეიძლება არსებობდეს. კორელაცია რეალურად ხდება მყისიერად, მიუხედავად მანძილისა. რეალობა არ არის ლოკალური. მოვლენა ერთ ადგილას შეიძლება მყისიერად იყოს დაკავშირებული მოვლენასთან სხვა ადგილას, თუ ორი ადგილი არის კვანტურად დაჯგუფებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და შემაშფოთებელი აღმოჩენა მთელ ფიზიკაში.
ის გვეუბნება, რომ სამყარო არ არის შედგენილი დამოუკიდებელი ნაწილებისგან, რომლებიც ურთიერთქმედებენ მხოლოდ ლოკალური კონტაქტის მეშვეობით. სამყარო არის ფუნდამენტურად ურთიერთდაკავშირებული მთლიანობა, სადაც ნაწილები შეიძლება იყვნენ კორელირებულნი გზებით, რომლებიც სცილდება სივრცესა და დროს. და ეს არ არის მისტიკა, ეს არის მათემატიკა, რომელიც დადასტურებულია ექსპერიმენტით. ეხლა წარმოიდგინეთ, რა შეიძლება ნიშნავდეს ეს პრაქტიკულად. კვანტური სენსორები, რომლებიც იყენებენ დაჯგუფებას, შეიძლება გაზომონ გრავიტაციული ველები უზარმაზარი სიზუსტით, რომელიც საშუალებას მოგცემთ აღმოაჩინოთ მიწისქვეშა გვირაბები, ნავთობის საბადოები, თუნდაც გრავიტაციული ტალღები, რომლებიც გადიან დედამიწის გავლით. კვანტური მაგნიტომეტრები შეიძლება გამოყენებულ იქნას ტვინის აქტივობის რუკის შესაქმნელად უპრეცედენტო დეტალურობით, რაც შეიძლება რევოლუცია მოახდინოს ნეირომეცნიერებასა და მედიცინაში. კვანტური საათები, რომლებიც იყენებენ ატომების კვანტურ მდგომარეობებს დროის გასაზომად, უკვე არის ისეთი ზუსტი, რომ შეიძლება აღმოაჩინონ დროის დილატაცია, ფარდობითობის ეფექტი, მხოლოდ 1 მილიმეტრის სიმაღლის სხვაობაზე. დაფიქრდით ამაზე. კვანტური საათი, რომელიც დგას თქვენს მაგიდაზე, და კვანტური საათი, რომელიც დგას იატაკზე, ტიკავენ განსხვავებული სიჩქარით. იმიტომ რომ გრავიტაციული ველი ოდნავ უფრო ძლიერია იატაკთან ახლოს და ეს ანელებს დროს. სხვაობა არის უზარმაზრად მცირე, დაახლოებით 1 წამის 100 მილიარდად ნაწილი ყოველ დღეში, მაგრამ თანამედროვე კვანტური საათები შეიძლება გაზომონ ეს სხვაობა. ეს არის პირდაპირი დემონსტრაცია იმისა, რომ აინშტაინის ფარდობითობის თეორია, რომელიც გვეუბნება, რომ დრო არ არის აბსოლუტური, არამედ დამოკიდებულია გრავიტაციასა და სიჩქარეზე, არის რეალური, გაზომვადი ეფექტი, თუნდაც ყოველდღიურ მასშტაბებში. და ის სად ხდება ეს ნამდვილად გონება מחვილებელი? როცა ჩვენ ვაერთიანებთ კვანტურ მექანიკას და ფარდობითობის თეორიას, ჩვენ ვიღებთ კვანტურ ველის თეორიას, ჩარჩოს, რომელიც აღწერს, როგორ ქცეულობენ ნაწილაკები და ძალები. და ეს თეორია გვეუბნება რაღაც შოკის მონგროლს. ვაკუუმი, ცარიელი სივრცე, არ არის მხოლოდ არაფერი. ის არის ყველა შესაძლო ველის ყველაზე დაბალი ენერგიული მდგომარეობა. მდგომარეობა, რომელსაც ფიზიკოსები უწოდებენ ვაკუუმის ძირითად მდგომარეობას. მაგრამ თუნდაც ამ ძირითად მდგომარეობაში ველები მაინც ფლუქტუირებენ. ვირტუალური ნაწილაკები მუდმივად ჩნდებიან და ქრებიან, ატარებენ ძალქრებიან, ატარებენ ძალებს, ქმნიან ეფექტებს. ეს ვაკუუმის ენერგია. ენერგია, რომელიც არსებობს თუნდაც ცარიელ სივრცეში, შეიძლება იყოს ყველაზე დიდი საიდუმლოება თანამედროვე ფიზიკაში. როცა ფიზიკოსები ცდილობენ გამოთვალონ ვაკუუმის ენერგიის სიდიდე კვანტური ველის თეორიიდან, ისინი იღებენ ახლა, ამ წამში, როცა ჩვენ უახლოვდებით ამ მოგზაურობის დასასრულს, დაფიქრდით იმაზე, რამდენად შორს წავედით. ჩვენ დავითხრეთ მარტივი კითხვით, რატომ არის ატომი თითქმის მთლიანად ცარიელი? მაგრამ ეს კითხვა გვიყვანდა ბევრად უფრო ღრმა აღმოჩენებამდე, რომლებიც ცვლიან ჩვენს გაგებას იმისა, თუ რა არის რეალობა, რა არის მატერია, რა არის ჩვენ თავად. დაფიქრდით ამ პარადოქსზე. თქვენ ხართ შექმნილი ატომებისგან, რომლებიც 99,19,000, 19,000, 19,000, 19,000, 19,000, 19,000% ცარიელია. თქვენ არასოდეს არ შეეხეთ არაფერს, არც ამ მოწყობილობას, არც თქვენ საყვარელ ადამიანს, არც დედამიწას, რომელზეც დგახართ. ყველაფერი, რასაც თქვენ უწოდებთ შეხებას, არის ელექტრომაგნიტური ძალების ცეკვა ვაკუუმში. მაგრამ ეს არ ხდის თქვენს გამოცდილებას ნაკლებად რეალურს. პირიქით, ეს ხდის მას კიდევ უფრო საოცარს. აი სად ხდება ეს ნამდვილად ფილოსოფიური. თუ მატერია არის ძირითადად ცარიელი სივრცე და ენერგიის ველები, მაშინ რა განასხვავებს თქვენ სკამისგან, რომელზეც ზიხართ? რა განასხვავებს ცოცხალ სუსულოსგან? პასუხი არ არის მატერიაში. ორივე შედგება იგივე ატომებისგან, იგივე ცარიელი სივრცისგან. პასუხი არის ორგანიზაციაში, სტრუქტურაში, ინფორმაციაში. თქვენ ხართ არა ნივთიერება, არამედ ნიმუში, უზარმაზრად რთული, დინამიური ნიმუში, რომელიც ინარჩუნებს თავის თავს ენერგიისა და ინფორმაციის მუდმივი ნაკადის მეშვეობით. ყოველ წამს თქვენს ხელში ხდება მილიარდობით ქიმიური რეაქცია. ატომები შედიან და გადიან. ატომები, რომლებსაც თქვენ ჭამთ საკვებთან ერთად, რომლებსაც სუნთქავთ ჰაერთან ერთად. 7 წლის განმავლობაში თქვენს სხეულში თითქმის ყველა ატომი იცვლება, მაგრამ თქვენ რჩებით თქვენ. თქვენი მეხსიერება, თქვენი პიროვნება, თქვენი ცნობიერება, ყველა ეს რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მატერია, რომელიც ქმნის თქვენს სხეულს, მუდმივად იცვლება. თქვენ არ ხართ ნივთიერება, თქვენ ხართ პროცესი, ნიმუში, რომელიც ცეკვავს ენერგიისა და ინფორმაციის ნაკადში. და ეს გვიყვანს ერთ-ერთ ყველაზე ღრმა კითხვამდე ფილოსოფიასა და მეცნიერებაში. რა არის ცნობიერება? როგორ წარმოქმნის ატომების კოლექცია?
ატომები, რომლებიც თავად არ არიან ცნობიერი სუბიექტურ გამოცდილებას. როგორ წარმოქმნის ელექტრული სიგნალები თქვენს ტვინში წითელი ფერის განცდას, მუსიკის ემოციას, სიყვარულის გრძნობას? ეს არის ის, რასაც ფილოსოფოსები უწოდებენ მძიმე პრობლემას, ცნობიერებისა. და ჩვენ პატიოსნად რომ ვთქვათ, არ ვიცით პასუხი. ჩვენ ვიცით, რომ ცნობიერება დაკავშირებულია ტვინის აქტივობასთან. ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ, როგორ კორელირებს ნეირონული ნიმუშები სუბიექტურ გამოცდილებასთან. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ წარმოქმნის ფიზიკური პროცესი, ელექტრული სიგნალები, ქიმიური რეაქციები სუბიექტურ განცდას. ეს არის უფსკრული ჩვენს გაგებაში, უფსკრული, რომელიც შეიძლება მოითხოვდეს ფუნდამენტურად ახალ გზას აზროვნების რეალობის შესახებ. ზოგიერთი ფილოსოფოსი და მეცნიერი ფიქრობს, რომ ცნობიერება შეიძლება იყოს ფუნდამენტური თვისება სამყაროსი, არა რაღაც, რაც წარმოიქმნება მატერიიდან, არამედ რაღაც, რაც არსებობს მატერიასთან ერთად, ფუნდამენტურ დონეზე. ეს არის იდეა, რომელსაც უწოდებენ პანფსიქიზმს და ის არის ძალიან სადავო. მაგრამ ის აჩვენებს, თუ რამდენად ღრმად არის ჩვენი გაუგებრობა ცნობიერების ბუნების შესახებ. სხვები ფიქრობენ, რომ ცნობიერება შეიძლება იყოს ემერგენტული თვისება. რაღაც, რაც წარმოიქმნება, როცა ინფორმაციის დამუშავება აღწევს გარკვეულ კრიტიკულ სირთულეს. ამ თვალსაზრისით, ცნობიერება არის ის, რასაც აკეთებს ინფორმაციის დამუშავების რთული სისტემა, როცა ის აკვირდება საკუთარ თავს, ქმნის მოდელებს სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ. მაგრამ ეს მაინც არ ხსნის, რატომ უნდა იყოს სუბიექტური გამოცდილება, რატომ უნდა გრძნობდეს რაღაც იყოს ცნობიერი. და აი რაც ყველაზე გასაოცარია, შესაძლოა ჩვენ ვერასოდეს ვიპოვოთ სრული პასუხი. შესაძლოა ცნობიერება იყოს რაღაც, რაც ფუნდამენტურად არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ ფიზიკური ტერმინებით. ან შესაძლოა ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს სწორი კონცეპტუალური ინსტრუმენტები ჯერ. ისევე როგორც ძველ ბერძნებს არ შეეძლოთ გაეგოთ კვანტური მექანიკა, რადგან არ ჰქონდათ საჭირო მათემატიკა და ექსპერიმენტული მეთოდები, შესაძლოა ჩვენც არ გვაქვს საჭირო ინსტრუმენტები ცნობიერების სრულად გასაგებად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევთვლიდოთ ძებნა. პირიქით, ეს ხდის ძებნას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს. რადგან ცნობიერების გაგება არ არის მხოლოდ აკადემიური კითხვა. ეს არის კითხვა იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ, რა ნიშნავს იყო ადამიანი, როგორ უნდა ვეპყრობოდეთ ერთმანეთს და სხვა ცნობიერ არსებებს. და ეს გვიყვანს კიდევ ერთ ღრმა კითხვამდე. რა არის რეალობა? ჩვენ ნახეთ, რომ მატერია არ არის ის, რასაც ჩვენი შეგრძნებები გვეუბნებიან. ატომები არის ძირითადად ცარიელი სივრცე. ნაწილაკები არსებობენ როგორც ალბათობის ტალღები. ვაკუუმი ფუნთუშობს ენერგიით. დრო და სივრცე არ არის აბსოლუტური, არამედ ფარდობითი და დინამიური. მაშინ რა არის რეალური? ერთი პასუხი არის. რეალური არის ის, რაც შეიძლება გაზომოს და წინასწარ მეტყოლდეს მათემატიკით. ამ თვალსაზრისით რეალობა არის მათემატიკური სტრუქტურა, ურთიერთობების ქსელი, რომელიც აღიწერება განტოლებებით. ატომები, ნაწილაკები, ველები, ყველა ეს არის მხოლოდ გზები, რომლებითაც ჩვენ ვაკონცეპტუალიზებთ ამ მათემატიკურ სტრუქტურას. რეალური არის მათემატიკა, არა ნივთიერება. სხვა პასუხი არის. რეალური არის ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით და ვზომავთ. ამ თვალსაზრისით რეალობა არ არსებობს დამოუკიდებლად დამკვირვებლისგან. კვანტური მექანიკა გვეუბნება, რომ აქტი დაკვირვებისაც ცვლის დაკვირვებულს, რომ ნაწილაკები არ არსებობენ განსაზღვრულ მდგომარეობებში, სანამ არ გაზომავთ მათ. ეს არ ნიშნავს, რომ რეალობა არის სუბიექტური, ან რომ ჩვენ ვქმნით რეალობას ჩვენი აზრებით, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ რეალობა არის ფუნდამენტურად ურთიერთქმედებითი, რთქმედებითი, რომ ის არსებობს ურთიერთობებში, არა იზოლირებულ ობიექტებში. და შესაძლოა ორივე პასუხი არის სწორი. შესაძლოა რეალობა არის ერთდროულად მათემატიკური სტრუქტურა და ურთიერთქმედებითი პროცესი. შესაძლოა ის, რასაც ჩვენ უწოდებთ რეალობას, არის არა ერთი რამ, არამედ მრავალი ფენა. ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური, თითოეული თავისი საკუთარი კანონებითა და თვისებებით, მაგრამ ყველა დაკავშირებული, ყველა ნაწილი ერთი უზარმაზარი რთული მთლიანობისა. ეხლა დაბრუნდით იმ მომენტთან, როდესაც დავიწყეთ. გახსოვთ, როგორ თქვენი თითები ეხებოდა ეკრანს. გახსოვთ, როგორ გეგონათ, რომ ეხებოდით რაღაც მყარს. ეხლა თქვენ იცით სიმართლე. თქვენ არასოდეს არ შეეხეთ არაფერს. მაგრამ ეს ცოდნა არ ხდის თქვენს გამოცდილებას ნაკლებად რეალურს. პირიქით, ეს ხდის მას კიდევ უფრო საოცას, კიდევ უფრო საიდუმლოს, კიდევ უფრო ლამას. რადგან ეხლა თქვენ იცით, ყოველი შეხება, რომელსაც თქვენ გრძნობთ, არის კვანტური ველების ცეკვა. ყოველი ფერი, რომელსაც თქვენ ხედავთ, არის ფოტონების ნაკადი, რომლებიც ურთიერთქმედებენ თქვენი თვალის ელექტრონებთან. ყოველი აზრი, რომელსაც თქვენ ფიქრობთ, არის ელექტრული სიგნალების ნიმუში, რომლებიც ცეკვავენ ნეირონების ქსელში. თქვენ ხართ სამყარო, რომელიც აკვირდება საკუთარ თავს.
თქვენ ხართ ატომები, რომლებიც გაცნობიერდნენ. თქვენ ხართ ცარიელი სივრცე, რომელიც ისწავლა სიყვარულს. და შესაძლოა ეს არის ყველაზე ღრმა სიმართლე, რომ ცარიელი სივრცე არ არის ცარიელი. რომ ვაკუუმი, რომელიც ქმნის თქვენს ატომებს, ფუნთუშობს შესაძლებლობებით. რომ ყოველი წამი, ყოველი ურთიერთქმედება, ყოველი აზრი არის აქტი შექმნისა. აქტი, რომელიც აკალიბებს რალიბებს რეალობას, რომელიც ქმნის მომავალს, რომელიც ამატებს რაღაცას სამყაროს. თქვენ არ ხართ მხოლოდ დამკვირვებელი ამ სამყაროსი. თქვენ ხართ მონაწილე. ყოველი თქვენი არჩევანი, ყოველი თქვენი მოქმედება, ყოველი თქვენი აზრი სulis რეალობას. არა მეტაფორულად, არამედ ლიტერალურად, კვანტურ დონეზე. რადგან თქვენ არ ხართ განცალკევებული სამყაროსგან. თქვენ ხართ სამყარო, ერთი პატარა, საოცარი, ცნობიერი ნაწილი, უზარმაზარი, რთული, ლამაზი მთლიანობისა. და შესაძლოა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელსაც ფიზიკა გვასწავლის, რომ ყველაფერი დაკავშირებულია. რომ არ არსებობს რეალური საზღვრები, მხოლოდ ნიმუშები, რომლებიც გადადიან ერთმანეთში. რომ თქვენ და მე, დედამიწა და ვარსკვლავები, წარსული და მომავალი, ყველა ჩვენ ვართ ნაწილი ერთი უწყვეტი მთლიანობისა, ერთი კოსმიური ცეკვისა, რომელიც დაიწყო 14 მილიარდი წლის წინ დიდი აფეთქებით და რომელიც გრძელდება ახლა, ამ წამში, თქვენს ტვინში, თქვენს გულში, თქვენს ცნობიერებაში. შესაძლოა ჩვენ ვერასოდეს ვიპოვოთ ყველა პასუხი. შესაძლოა ყოველი პასუხი მხოლოდ წარმოშობს ახალ, უფრო ღრმა კითხვებს. მაგრამ შესაძლოა ეს არის მთელი აზრი. არა პასუხების პოვნა, არამედ კითხვების დასმა. არა ცოდნა, არამედ საოცრება. არა გაგება, არამედ გაოცება. რადგან ბოლოს და ბოლოს ყველაზე ღრმა სიმართლე შეიძლება იყოს ეს, რომ სამყარო არის უფრო უცნაური, უფრო საოცარი, უფრო ლამაზი, ვიდრე ჩვენ ოდესმე შეგვეძლო წარმოგვედგინა. რომ ყოველი ატომი, რომელიც ქმნის თქვენს სხეულს, დაიბადა ვარსკვლავის გულში. რომ თქვენ ხართ ვარსკვლავის მტვერი, რომელმაც ისწავლა აზროვნება. რომ თქვენ ხართ გზა, რომლითაც კოსმოსი იცნობს საკუთარ თავს. და შესაძლოა ეს საკმარისია. შესაძლოა იმის ცოდნა, რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაც უზარმაზარისა, რაღაც საოცრისა, რაღაც რაც ცილდება ჩვენს გაგებას. შესაძლოა ეს საკმარისია, რომ მივცეთ მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს არჩევანებს, ჩვენს ურთიერთობებს ერთმანეთთან და ამ საოცარ, მყიფე, ლამაზ სამყაროსთან, რომელიც ჩვენ ვიზიარებთ. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა თქვენი თითები შეეხება რაღაცას, ეკრანს, წიგნს, სხვა ადამიანის ხელს, გახსოვდეთ, თქვენ არასოდეს არ ეხებით რეალურად. მაგრამ ის, რასაც თქვენ გძნობთ, არის რაღაც კიდევ უფრო საოცარი. ეს არის კვანტური ველების ცეკვა, ენერგიის სიმფონია, კოსმიური ურთიერთქმედება, რომელიც აკავშირებს თქვენ ყველაფერთან, რაც არსებობს. და ეს შესაძლოა არის ყველაზე ლამაზი სიმართლე, რომ ჩვენ ყველანი ვცურავთ ერთსა და იმავე კოსმიურ ოკეანეში, ვაკუუმის ოკეანეში, რომელიც არ არის ცარიელი, არამედ სავსეა შესაძლებლობებით, სავსეა ენერგიით, სავსეა საიდუმლოებით. და ყოველი ჩვენგანი არის ტალღა ამ ოკეანეში, უნიკალური, მყიფე, ლამაზი ტალღა, რომელიც ცოტა ხნით ამაღლდება, ბრწყინავს მზის შუქში და შემდეგ უბრუნდება უფსკრუს, საიდანაც მოვიდა. მაგრამ სანამ ჩვენ აქ ვართ, სანამ ჩვენ უბწყინავთ, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რაღაც საოცარი. ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, ჩვენ შეგვიძლია გავიოცოთ, ჩვენ შეგვიძლია ვიყვაროთ. და შესაძლოა ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლოება. არა ის, რომ ატომი არის ცარიელი, არამედ ის, რომ ამ ცარიელიდან, ამ ვაკუუმიდან, ამ არაფრიდან წარმოიშვა ყველაფერი. ვარსკვლავები და პლანეტები, ცხოვრება და ცნობიერება, სიყვარული და საოცრება, მეცნიერება და ხელხელოვნება, თქვენ და მე. და ეს, ბოლოს და ბოლოს, არის ყველაზე ღრმა პასუხი კითხვაზე, რომლითაც დავიწყეთ. რატომ არის ატომი თითქმის მთლიანად ცარიელი? შესაძლოა იმიტომ, რომ ცარიელი სივრცე არ არის ცარიელი. შესაძლოა იმიტომ, რომ ვაკუუმი არის ყველაფრის წყარო. შესაძლოა იმიტომ, რომ სამყარო არის არა ნივთიერება, არამედ შესაძლებლობა. უსასრულო, ლამაზი, საოცარი შესაძლებლობა, რომელიც ყოველ წამს ხორციელდება ახალი გზებით, ახალი ფორმებით, ახალი საიდუმლოებებით. და თქვენ ხართ ერთი ამ შესაძლებლობათაგანი, რომელიც გახდა რეალობა. თქვენ ხართ ცარიელი სივრცე, რომელმაც ისწავლა სიყვარული. თქვენ ხართ ვაკუუმი, რომელმაც ისწავლა ოცნება. თქვენ ხართ არაფერი, რომელიც გახდა ყველაფერი. და ეს შესაძლოა არის საკმარისი.